კარგი. მოგესალმებით და დავიწყოთ ჩვენი შეხვედრა. პირველ რიგში მადლობას გიხდით დღეს რომ გადაწყვიტეთ საღამო ჩემთან ერთად გაგეტარებინათ და იმედი მაქვს რომ რისთვისაც მოხვედით იმას აუცილებლად მიიღებთ და ამ დროს სასარგებლოდ გაატარებთ თქვენთვის. თემა ჩვენი შეხვედრის არის როგორ გავხდე ფსიქოთერაპევტი. და მოდით დავიწყოთ გაცნობით, ნაწილს გიცნობთ, ნაწილს არა, მე ვარ დიანა ნიკოლაიშვილი და ვარ ექიმი ფსიქოთერაპევტი. 2009 წლიდან დავიწყე მუშაობა მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. 2012 წელს დაარსდა ფსიქოთერაპიის და პიროვნული ზრდის ცენტრის სტიმული, რომლის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვარ 2012 წლიდან. ბიოსინთეზის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი და ტრენერის ასისტენტი ვარ 2018 წლიდან საქართველოში. ეს არის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია. და ბიოსინთეზის ჯუნიორ ტრენერი, ანუ უმცროსი ტრენერი ვარ 2025 წლიდან. ასევე ნეიროგრაფიკის სპეციალისტი და სერტიფიცირებული ინსტრუქტორი ვარ. ამ პროფესიაში მოვედი ჩემი ნევროზით, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, მქონდა ჩემი პრობლემები და ოჯახის დახმარებით აღმოჩნდი ფსიქოთერაპევტთან და ეს იყო ძალიან წარმატებული გამოცდილება ჩემთვის, ძალიან კარგად ჩაიარა სესიამ და რა შევამჩნია? შევამჩნია რომ სახლში სანამ მივედი, ლოყები მტკიოდა, იმიტომ რომ მთელი გზა ვიღიმოდი და იმდენად გადაჩვეული იყო ჩემი სახე ღიმილს, რომ აი ფაქტობრივად ეს კუნთები, ღიმილის კუნთები მტკიოდა ამ ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობის გამო. და ზუსტად იმ მომენტიდან მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი და რამდენად ძლიერი არის ეს პროფესია და მოვიწამლე ცხოვრების ბოლომდე, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არც ერთხელ არ მინანია და არ მიფიქრია ნეტავ რატომ გადავწყვიტე ფსიქოთერაპევტობა და რატომ არ ავირჩიე ნებისმიერი სხვა სფერო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდება 2007-ში, 2008-ში, როდესაც ესეთი პროფესია, როგორც ასეთი და ესეთი ვაკანსია ფსიქოთერაპევტი არ არსებობს. და როდესაც საბუთები გადამქონდა და ვცდილობდი აი ფსიქოთერაპია გამევლო როგორც მედიცინის დარგი, მაშინ მედიცინის დარგი იყო ფსიქოთერაპია. ძალიან დიდი წინააღმდეგობა მივიღე საზოგადოებიდან, ახლობლებისგან, თვითონ ექიმების დახელოვნების ინსტიტუტში ამბობდნენ, რომ ესეთი პროფესია არ არსებობს და სად მიდიხარ. მაგრამ იმდენად ღრმად მჯეროდა ამ პროფესიის და იმდენად საკუთარ თავზე და საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი, რამდენად ღირს ამის კეთება და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩემი გადაწყვეტილება უდრეკი იყო და დღეს ამ თემაზე გესაუბრებით აქ. ცენტრის შესახებ გეტყვით ორი სიტყვით. როგორც უკვე ვთქვი, 2012 წლიდან არის ეს ცენტრი და უკვე 14 წლის გავხდებით ხვალ, სხვათა შორის, ხვალ არის დაბადების დღე ჩვენი ცენტრის. გვაქვს ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია, ვმუშაობთ ზრდასრულებთან და ბავშვებთან და მოზარდებთან და ასევე გვაქვს პიროვნული და პროფესიული განვითარების ხაზი, ეს არის ტრენინგები და სტაჟირების პროგრამა. აქვე გეტყვით, რომ სტიმულში მომუშავე ყველა ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტია და ფლობს საერთაშორისო დიპლომს ფსიქოთერაპიაში, ან არის ამ დიპლომის მაძიებელი და რაღაც პერიოდში უკვე გახდება დიპლომირებული ფსიქოთერაპევტი. ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია და ამ ხაზს მივყვებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი დამკვეთი, ხო? აი დამკვეთი რას უყურებს, როგორ შეიძლება შეაფასოს კადრი. როდესაც ეს ივენთი გამოცხადდა, რამდენიმე მონაწილემ, ან მსურველმა მოგწერა და გკითხა სერტიფიკატი თუ გაიცემა აი ამ შეხვედრის შემდეგ.
ამ შეხვედრის შემდეგ სერტიფიკატი რომ მიიღოთ, სულ რომ იყოს ორენოვანი, ცოცხალი ბეჭდით, ხელმოწერით და კიდევ ბევრი სხვა რაღაცით, ეს სერტიფიკატი არაფერს არ ნიშნავს გარდა იმისა, რომ თქვენთვის საინტერესო იყო ეს თემა და თქვენი ცხოვრების 2 საათი დაუთმეთ ამ შეხვედრას. ჩემთვის როგორც დამკვეთისთვის აი ესეთი სერტიფიკატი არ არის ინფორმატიული და არაფერზე არ მეტყველებს. აქედან გამომდინარე, სერტიფიკატი არ გაიცემა ამ ონლაინ შეხვედრაში, მაგრამ მთავარი არის არა სერტიფიკატი, არამედ ის ხარისხი, რომელსაც ადამიანი იღებს სერტიფიკატთან ერთად. ის კომპეტენციები, ის უნარები, რომელსაც ეუფლება და აი ამას აფასებს დამკვეთი და არა ვთქვათ, სერტიფიკატების რაოდენობას, ამ სერტიფიკატების ფორმას და ასე შემდეგ. ჩვენი დღევანდელი მიზანი აი ამ შეხვედრის არის რა? გავარკვიოთ ზოგადად რა არის აუცილებელი სპეციალიზაციისთვის და როგორ შეიძლება რომ მივიღოთ ეს სპეციალიზაცია საქართველოს რეალობაში, როგორი რეგულაციები და როგორი კანონები არსებობს და რა არეგულირებს საერთოდ ამ სფეროს და ასევე ეთიკაზე და ეთიკის ნორმებზეც ვისაუბრებთ ძალიან ისე სწრაფად, ასე რომ ვთქვათ, შევეხებით იმ მიმდინარეობებს, რომლის შესწავლა შეგიძლიათ საქართველოში ფსიქოთერაპიის და ვილაპარაკებთ ბევრ სხვა მნიშვნელოვან რაღაცაზე. თუმცა დავიწყოთ იმით, რომ მენტალური ჯანმრთელობა, ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობა, ეს არის ადამიანის ემოციური, ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობა. ამ კეთილდღეობას რა განსაზღვრავს? ადამიანის უნარი აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და საკუთარ ცხოვრებაზე და შეიტანოს ცვლილებები მათი შეტანის აუცილებლობის შემთხვევაში. ანუ ფაქტობრივად ადამიანი არის დამოუკიდებელი, არის პასუხისმგებელი საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე და ცვლის ყველაფერს, რაც მას არ აკმაყოფილებს. თუმცა არსებობს სხვადასხვა სტატისტიკა და ამ სტატისტიკის თანახმად მსოფლიოში 5-დან 1 ადამიანი განიცდის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს წელიწადში ერთხელ, ანუ 1 წლის განმავლობაში. თუმცა ეს სტატისტიკა ცოტა უხეშია, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ეს არის 5-დან 1 ადამიანი, რომელიც მიმართავს დახმარებისთვის და ეს არის იმ ქვეყნებში ჩატარებული კვლევები, სადაც მენტალურ ჯანმრთელობაზე ითვლება, რომ ღიად საუბარი შეიძლება. ჯერჯერობით საქართველოში სამწუხაროდ კი, თეორიის დონეზე ძალიან ბევრს საუბრობენ, თუმცა ძალიან უჭირთ ჯერ სტიგმის გამო საუბარი საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე, საკუთარ პრობლემებზე და ცდილობენ, რომ დამალონ როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე საზოგადოებასთან პრობლემების არსებობა. შესაბამისად, იმისთვის, რომ გავარკვიოთ, ვინ არის ფსიქოთერაპევტი და შემდეგ უკვე როგორ უნდა გავხდეთ ფსიქოთერაპევტები, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა პრობლემები მენტალურ სფეროში შეიძლება აღმოვაჩინოთ და ამ პრობლემებთან ვინ მუშაობს. პირველი დიდი ჯგუფი პრობლემების ეს არის ფსიქოზების ჯგუფი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც აღქმა რეალური სამყაროს, აღქმა არის დარღვეული, ანუ ადამიანი ვერ აღიქვამს სამყაროს რეალურად და არ აქვს კრიტიკა, ანუ არ აღიარებს იმას, რომ ის რასაც ხედავს, შეიძლება ან ესმის, შეიძლება იყოს მცდარი. ძირითადი სიმპტომები ფსიქოზების ეს არის ჰალუცინაციების სხვადასხვა ფორმის, შეიძლება იყოს ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური, როდესაც შეგრძნებები აქვთ, ან ხედავენ რაღაცას, ან ესმით, რაც არ არსებობს. ეს შეიძლება იყოს ბოდვითი მდგომარეობები, როდესაც მსჯელობა არის მცდარი და ეს შეიძლება იყოს ემოციური ცვლილებები, ემოციურ სტატუსში, ემოციურ მდგომარეობაში ცვლილებები, რომელიც არის ძალიან რადიკალური, მკვეთრი და ძირითადი დაავადებები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, ფსიქოზების სახით, ესეთი ყველაზე ცნობილი არის შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა,
და სხვადასხვა ტიპის მდგომარეობები, რომლებიც აი სიმპტომებს მოიცავენ, კლინიკური დეპრესია, რა თქმა უნდა, რომელიც აი განწყობის ცვლილებას დაქვეითებას უпроსტად გამოიხატება ამ განწყობის დაქვეითებით. ფსიქოზების შემთხვევაში ექიმი, ფსიქიატრი ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას და საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს ფსიქოთერაპიას როგორც დამხმარე საშუალებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ფსიქოთერაპია ემსახურება ფსიქიატრიულ მკურნალობას დამხმარე მეთოდად და ხელს უწყობს პაციენტის სოციალიზაცია, ადაპტაციას. ფსიქოთერაპია, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ და ჩვენ ვგულისხმობთ, არ გამოიყენება ფსიქოზის მქონე პაციენტებთან არც ერთ შემთხვევაში. მოსაზღვრე აშლილობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც რეალური სამყაროს აღქმა არ არის დარღვეული, თუმცა არის ძალიან მკვეთრი და რადიკალური და ზოგჯერ შენარჩუნებულია კრიტიკული დამოკიდებულება დაავადების მიმართ, ანუ პაციენტი აღიქვამს, რომ ის კარგად არ არის, ჯანმრთელი არ არის და პერიოდულად ამბობს, რომ საჭიროებს დახმარებას, თუმცა მთავარი და ძირითადი სიმპტომი მოსაზღვრე აშლილობებში არის რადიკალიზმი. პაციენტებს არ აქვთ შუალედური მდგომარეობები. ან ძალიან კარგად, ან ძალიან ცუდად არიან და უმნიშვნელო გამღიზიანებელზეც კი შეიძლება მიიღონ რადიკალური რეაქცია. ეს შეიძლება იყოს რადიკალური სიხარული, ელემენტარული რაღაცა პატარა კალამი ვაჩუქე და განიხილა როგორც უდიდესი სიხარული, ან პირიქით პატარა უყურადღებობა, აი ვერ უპასუხე ზარს, შეიძლება იყოს განხილული როგორც უარყოფა, ერთ-ერთი ესეთი დიდი სიმპტომი, რომელიც აქვს მოსაზღვრე აშლილობის მქონე პირებს, არის უარყოფის შიში და მიდრეკილები არიან სუიციდისკენ, რაც გვიბიძგებს იმისკენ, რომ ფსიქოთერაპიასთან ერთად იყოს ჩართული ფსიქიატრია. ანუ ექიმი, ფსიქიატრი ნიშნავს პრეპარატს იმისთვის, რომ მართოს სიმპტომები, თუმცა მიზეზების სამკურნალოდ გამოიყენება ფსიქოთერაპია, რადგან მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა არ ექვემდებარება მხოლოდ მედიკამენტოზურ მკურნალობას. თუმცა პარალელურად ორივე ინიშნება. და მესამე, ეს არის ნევროზების ჯგუფი. ნევროზის დროს ადამიანს აქვს რეალური სამყაროს აღქმა და ამასთან ერთად აქვს კრიტიკა შენარჩუნებული საკუთარი მდგომარეობის მიმართ. როგორ ჟღერს მსგავსი პაციენტის ჩივილები? ზუსტად ვიცი, რომ არაფერი მაქვს სანერვიულო, მაგრამ თავს ვერაფერს უშვებ. ვიცი, რომ დახატული ან სათამაშო გველი მე ზიანს ვერ მომაყენებს, მაგრამ როდესაც ვხედავ, ცუდად ხვდები და ვერაფერს უკეთებ საკუთარ თავს. ნახეთ? ანუ ამ სიტუაციებში პაციენტი ან კლიენტი, რადგან ნევროზი განიხილება ზოგჯერ როგორც ექიმის და ზოგჯერ როგორც ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგის კლიენტი, ნევროზის შემთხვევაში კლიენტს აქვს კრიტიკა საკუთარი მდგომარეობის მიმართ და ხშირად აქვს გაგიჟების შიში. ანუ გონია, რომ გიჟდება, იმიტომ რომ ის რაც მისი აღქმითაც არარეალურია, მასში რეალურ და ძლიერ რეაქციებს იწვევს. ფსიქოთერაპია არის ძირითადი სამკურნალო მეთოდი და ექიმი, ფსიქიატრი დამხმარე მედიკამენტოზურ მკურნალობას ნიშნავს იმ შემთხვევაში, როდესაც ნევროზის სიმპტომები ხელს უშლის ადამიანის
კეთილდღეობას და ცხოვრებას და აფერხებს ფსიქოთერაპიას. მაგალითად, ადამიანს აქვს გარეთ გასვლის შიში, ან ხანგრძლივად კონცენტრაცია უჭირს და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ხანმოკლე მედიკამენტოზური მკურნალობა სიმპტომების კუპირებისთვის, ანუ სიმპტომებს მხოლოდ და მხოლოდ ამსუბუქებს ამ შემთხვევაში და ფსიქოთერაპია მუშაობს უშუალოდ მიზეზებზე. თუ კითხვები გაქვთ, გთხოვთ ჩატში დაწეროთ კითხვები და მე გზადაგზად თქვენს კითხვებს გავცემ პასუხს და გავაგრძელოთ. უკვე ვახსენეთ ფსიქოთერაპევტი და როდესაც გეცნობოდით, გითხარით, რომ მე ექიმი ფსიქოთერაპევტი ვარ. როგორ შეიძლება რომ ადამიანი გახდეს ამ სპეციალიზაციის, ამ კვალიფიკაციის მფლობელი? აქ ორი სვეტია და ხედავთ, რომ ჩვენ შეიძლება განვიხილოთ ფსიქოთერაპევტი როგორც ექიმი, ან ფსიქოთერაპევტი როგორც ფსიქოლოგი. განსხვავება არის პირველ ორ პუნქტში, დანარჩენი პუნქტები არის იდენტური და განსხვავება არის საბაზისო განათლებაში. თუ საბაზისო სამედიცინო განათლება აქვს ადამიანს, ანუ დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, ის ექიმი ფსიქოთერაპევტი ხდება, ხოლო ადამიანი, რომელსაც საბაზისო ფსიქოლოგიური განათლება აქვს, ის ხდება ფსიქოლოგი ფსიქოთერაპევტი. ეხლა მეორე პუნქტი, სპეციალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ფსიქოთერაპიას გეგმავს სამომავლოდ, როგორც საკუთარ პროფესიას, ძალიან კარგი იქნება, რომ კონდეს კვალიფიკაცია ფსიქიატრიაში ან ფსიქოთერაპიაში. დღესდღეობით საქართველოში ფსიქოთერაპია აღარ განიხილება როგორც სამედიცინო დარგი. აქედან გამომდინარე, კვალიფიკაცია მხოლოდ ფსიქიატრიაში, თუმცა საქართველოში არიან ფსიქოთერაპიის ლიცენზიის მქონე ექიმები, რომლებსაც არ უჩერდებათ ეს ლიცენზია, შესაბამისად ორივე ვახსენე ამ ჩემს პირველ მაგალითში, სადაც ექიმ ფსიქოთერაპევტზე ვსაუბრობ. ხოლო ფსიქოლოგისთვის სასურველია, რომ კონდეს მაგისტრატურა ფსიქოლოგიაში. გავლილი ეს შეიძლება იყოს ტრავმა, შეიძლება იყოს კლინიკური ფსიქოლოგია, რომელიც მას მისცემს დამატებით ინფორმაციას, დამატებით თეორიულ საფუძველს, ბაზისს. თუმცა ამის შემდეგ უნდა იყოს გავლილი დიპლომის შემდგომი სასწავლო პროგრამა მინიმუმ ერთ ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობაში და შემდეგ სუპერვიზია და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები. ეს ორი პუნქტი არის იდენტური და მხოლოდ ამ პუნქტების არსებობის შემთხვევაში ადამიანს უკვე კვალიფიკაცია ფსიქოთერაპევტი ენიჭება. და ნახეთ, თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ საქართველოში არის ბიოსინთეზის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, არის გეშტალტ თერაპიის რამდენიმე სკოლა, არის ფსიქოსინთეზი, არის CBT და ასე შემდეგ, ხო? როდესაც ადამიანი იღებს დიპლომს, ის ხდება იმ კონკრეტული სკოლის ფსიქოთერაპევტი. მაგალითად, გეშტალტ თერაპევტი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი, ან CBT, ხო, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპევტი. საქართველოში არ არსებობს რეგულაცია, ანუ კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ, თუმცა სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ მხოლოდ სიტყვა ფსიქოთერაპევტი გამოიყენო და არ დაურთო სკოლა, ითვლება, რომ მინიმუმ ორ სკოლაში უნდა კონდეს კვალიფიკაცია ფსიქოთერაპევტს. ანუ მაგალითად გაიარა გეშტალტ თერაპია და სხეულზე ორიენტირებული თერაპია და მას უკვე შეუძლია, რომ თქვას, მე ფსიქოთერაპევტი ვარ და არ დააკონკრეტოს რომელი დარგის, რომელი სკოლის წარმომადგენელია. აი ეს მეორე ნაწილი, ხო? რისგან შედგება, ნახეთ. ეს არის საბაზისო კურსი, სასწავლო სემინარები,
რომელიც 3 ან 4 წლის განმავლობაში გრძელდება და ამას ემატება 2 წელი სასუპერვიზიო ან advance ესეთი უფრო გაფართოვებული კურსი, რომლის პროცესში ადამიანი სწავლობს თეორიულ და პრაქტიკულ გამოყენებას მეთოდის. ამასთან ერთად სავალდებულოა მუშაობა მცირე ჯგუფებში, რომელიც სემინარებს შორის მიმდინარეობს. რეკომენდირებული ლიტერატურის დამუშავება უნდა ხდებოდეს და სადიპლომო ნაშრომი ამ სასწავლო პროგრამის ბოლოს უნდა იყოს ჩაბარებული, რის საფუძველზე ადამიანი იღებს დიპლომს, რომელიც ანიჭებს მას აი ამ პროგრამის კურსდამთავრებულის წოდებას. ნახეთ, ანუ მე მაგალითად ვარ ბიოსინთეზის სასწავლო პროგრამის დიპლომირებული თერაპევტი. ამის შემდეგ მე ან პროცესში გავდივარ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიას, რომელიც არის სავალდებულო და მისი საათები ითვლება და იწერება დიპლომში. რატომ უნდა გაიაროს თერაპევტმა ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია? ჯერ ერთი სასწავლო პროცესის დროს ძალიან ძლიერი ცვლილებები იწყება ადამიანის ფსიქიკაში და ამ ცვლილებებთან ადაპტაციის, ამ ცვლილებების გადამუშავების მიზნით რეკომენდირებულია ფსიქოთერაპია. გარდა ამისა, ფსიქოთერაპია იმავე სკოლის აჩვენებს თერაპევტს როგორ მუშაობს ეს მეთოდი ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში და ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი სპეციალისტად ჩამოყალიბების. და ასევე უკვე მუშაობის დაწყების შემდეგ, ანუ 3 ან 4 წლიანი საბაზისო კურსის შემდეგ ინდივიდუალური და ჯგუფური სუპერვიზია. ჩვენ როდესაც ეთიკას შევეხებით, მან ნახავთ, რომ ეთიკის კოდექსიც კი მოითხოვს, რომ თერაპევტი გადიოდეს სუპერვიზიას. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის გამოტოვება არ შეიძლება და მიუთითებს ზუსტად იმაზე, რომ თქვენ გაქვთ კვალიფიციურ ადამიანთან საქმე და ეს ადამიანი სერიოზულად უდგება საქმეს. სულ ერთი წამიკითხვას წავიკითხავ. მარის კითხვა. ჩვენ გვექნება საუბარი როგორ ავარჩიო, რადგან საკმაოდ ხანგრძლივია პროგრამა და ესე შემთხვევით მივიდე და მე აღმოვაჩინე, რომ ჩემი არ არის ძალიან რთულია, ანალიტიკური, ჰუმანისტური. კი ბატონო, აი ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით ამაზე, როგორ შეიძლება რომ ავარჩიოთ. მე დავკარგე ეკრანი, თქვენ ხედავთ ეკრანს. იქნებ ჩატში დამიწეროთ. ეკრანს თუ ხედავთ. კარგი. მაგრამ მე რო ვერ ვხედავ. სვერთი წუთით. კიდევ ერთხელ გამოვიტანოთ ეკრანზე, რომ მეც დავინახო. ეთილი. ინდივიდუალური და ჯგუფური სუპერვიზია და კიდევ ერთი ეს არის ასოციაციის წევრობა და დიპლომის შემდგომი განვითარება. ეს არის სხვადასხვა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, კონფერენციები, სტატიები და კვლევები, რომელშიც ვითარდება სპეციალისტი და სპეციალისტად ყალიბდება. მე შევამჩნიე კიდევ ერთი კითხვა, რომელიც არის არაფსიქოლოგიური განათლების მქონე მონაწილესგან და ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებ ცოტა მოგვიანებით, ასე რომ დაველოდოთ. აი,
გადავედით ახლა რეგულაციაზე. უკვე გავიგეთ რა უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ახლა რა მართავს, როგორ იმართება ეგ პროცესი. ნორმაში ყველაზე უზენაესი, ანუ ზემდგომი ორგანო ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფოს რა აქვს, კანონი აქვს, რომელშიც გაწერილია ვის როგორ რა გზით შეუძლია რომ თავს უწოდოს ფსიქოთერაპევტი, რას გულისხმობს ფსიქოთერაპევტის საქმიანობა და ასე შემდეგ. საქართველოში დღესდღეობით კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ არ არსებობს და ამ ტიპის რეგულაცია არ არის, რაც ერთის მხრივ ძალიან დიდ პრობლემას უქმნის სპეციალისტებს, რომლებიც გადიან სიღრმისეულ სასწავლო კურსებს, რომლებიც მუშაობენ საკუთარ თავზე, ძალიან დიდ დროს და თანხას ხარჯავენ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში და ამასთან ერთად არსებობენ იგივე რეალობაში ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ქონდეთ გავლილი 2-3 თვიანი კურსები და მათაც უწერიათ, რომ არიან ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლოგები, ფსიქოკონსულტანტები, როდესაც არანაირი განათლების, ვთქვათ, ესეთი ეტაპები არ აქვთ გავლილი და რამდენიმე კურსით შემოიფარგლნენ. არსებობს საქართველოში რამდენიმე ისეთი უბრალოდ არსებობდა, დღეს არ ვიცი თუ არსებობს, ცენტრი, რომელიც გვთავაზობდა 2-3 თვიან კურსს ტექსტით, რატომ უნდა დახარჯო 4 წელი ბაკალავრზე, როდესაც მე 2 თვეში გასწავლი, ან 3 თვეში, ან 5 თვეში და ამას ძალიან დიდი რეაქცია მოყვა საზოგადოებაში, პროფესიულ საზოგადოებას გულისხმობ, რადგან ეს არის ერთის მხრივ გაუფასურება პროფესიის, მეორეს მხრივ ეს არის არაეთიკური, რადგან არანაირ კურსს დღესდღეობით არ შეუძლია ადამიანს მიანიჭოს კვალიფიკაცია და აი ახლა ზუსტად მეორე კითხვას პასუხობ, როდესაც ადამიანს არ აქვს საბაზისო განათლება, შეუძლია თუ არა კურსების დახმარებით, კურსების გავლის შედეგად გახდეს ფსიქოთერაპევტი. არც ერთ ქვეყანაში არ არის კანონში გაწერილი, რომ შეუძლია. არის ქვეყნები და არიან, თქვათ, ქვეყნები, სადაც წერია, რომ უნდა იყოს ექიმი და ან ფსიქოლოგი, ზოგ ქვეყანაში ჰუმანისტურ მიმდინარეობებსაც იღებენ, შესაბამისად, თქვენ შემთხვევაში აი ძალიან ინდივიდუალურად არის გასავლელი ეგ საკითხი და შეგიძლიათ მომწეროთ და ინდივიდუალურად გავიაროთ. თუმცა, თუ ადამიანს აქვს გარკვეულწილად მომიჯნავე სპეციალობა და აქვს სურვილი, რომ შეცვალოს პროფესია, მან უფრო მარტივია, თუ არ აქვს მომიჯნავე, ამ შემთხვევაში ფაქტობრივად თავიდან უწევს ყველაფრის გავლა იმისთვის, რომ მიიღოს ესეთი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მის პროფესიას ადასტურებს. კანონი დღეს არ არის, მაგრამ ნებისმიერ მომენტში დაიწერება, აქედან გამომდინარე არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ აი ახლა ვთქვათ მე 4 წლიან კურსს გავივლი, კანონი დაიწერება თუ არ დაიწერება, მე მაინც ფსიქოთერაპევტი ვიქნები, არ იქნებით, თქვენ იქნებით ადამიანი, რომელმაც ეს კურსი გაიარა, თუმცა ფსიქოთერაპევტი გეწოდება თუ არა, ამას განსაზღვრავს კანონი, შესაბამისად რაც ეწერება კანონში, როდესაც მას მიიღებენ, იმის მიხედვით თქვენ მოგენიჭებათ შემდგომ უკვე კვალიფიკაცია. მეორე პუნქტი, რომელიც კანონზე ქვემოთ დგას, მაგრამ არ რეგულირებს სპეციალისტების მუშაობას, ეს არის სკოლა ან ასოციაცია და რა გზით ახერხებს ამას, ეს არის ეთიკის კოდექსი ან ეთიკის კომიტეტი, რომელიც არის ამ ასოციაციის ფარგლებში და მასში შემავალი წევრების საქმიანობას არეგულირებს ეთიკის კოდექსი და თუ კი არსებობს რაღაცა საჩივარი, ანუ ეთიკის ნორმების დარღვევა მოხდა, ეს შეიძლება იყოს კლიენტის მხრიდან საჩივარი ან კოლეგების მხრიდან, ეთიკის კომიტეტში შედის საჩივარი და ხდება კონკრეტული შემთხვევის განხილვა და გარკვეული რეკომენდაციების ან
ლიცენზიის შეჩერების, ანუ დიპლომის ფაქტობრივად ჩამორთმევის პროცესი, როდესაც გააჩნია რამდენად სერიოზული დარღვევა იყო კონკრეტულ შემთხვევაში და მესამე ყველაზე ნაკლები გავლენის მქონე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის უშუალოდ თვითონ თერაპევტი, როგორც პიროვნება, რომელიც ზრუნავს საკუთარ კვალიფიკაციაზე და რომელსაც აქვს სწორი ღირებულებები და ამ ღირებულებების და საკუთარი რწმენების საფუძველზე ის აწარმოებს საკუთარ საქმიანობას. თუ კი ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტს და გვინდა რომ არ შევცდეთ და არ აღმოვჩნდეთ არაკომპეტენტურ, არაეთიკურ სპეციალისტთან, რადგანაც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კანონი, ის ფაქტი, რომ თერაპევტი მიეკუთვნება ასოციაციას და იზიარებს ამ ასოციაციის ეთიკის ნორმებს, უკვე გარკვეულ პატარა გარანტიას გვაძლევს, რომ ადამიანი კვალიფიციურია და თუ კი რაღაც დარღვევას ექნება ადგილი, შესაძლებელია, რომ მივმართოთ კომიტეტს, რომელიც გაარკვევს ეს ჩვენი ეჭვები სწორია თუ არასწორი. და ასევე თვითონ პიროვნებას უნდა დავაკვირდეთ, როგორ იქცევა, როგორ საუბრობს, როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს, იმისთვის, რომ შევარჩიოთ ჩვენთვის კვალიფიციური თერაპევტი. ეხლა თვითონ ეთიკის კოდექსი, რომელიც საქართველოშიც არსებობს და შემიძლია ჩატში მისი ლინკი ჩაგიგდოთ, რომ გაეცნოთ მთლიანად, ეს არ არის მთლიანად და აქ რამდენიმე ამონარიდი მაქვს თქვენთვის წარმოდგენილი, რომ შეგექნათ წარმოდგენა, რას გულისხმობს ეთიკის კოდექსი და რას ითხოვს ჩვენგან. ეთიკის კოდექსის მიზანი არის განსაზღვროს თვითონ ჩარჩო პროფესიული ქცევების და უზრუნველყოს კლიენტიც და თერაპევტიც გარკვეული ნორმებით იმისთვის, რომ ორივე იყოს დაცული და ასევე შეუწყოს ხელი სპეციალისტის განვითარებას, სპეციალისტის ზრდას პროფესიულს, მასში აი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, კეთილსინდისიერებას და ასე შემდეგ. ანუ ეს არის იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომელსაც ეთანხმება ფსიქოთერაპევტთა პროფესიული საზოგადოება და რომელსაც ითხოვს უკვე სპეციალისტებისგან. აქ ძირითადი გარკვეული პრინციპები არსებობს, ეს არის პიროვნების ღირსებისა და უფლებების პატივისცემა, ეს არის კომპეტენტურობა, ანუ სპეციალისტისგან მოითხოვება, რომ მან უწყვეტად გააგრძელოს განვითარება, მან მკვეთრად განსაზღვროს საკუთარი კომპეტენციები და არ გადაცდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ფსიქიატრიაზე და ვთქვათ ნევროზებს და ფსიქოზზე, თუ კი სპეციალისტი ხედავს, რომ მან არის ფსიქოზური დინამიკა, ანუ პაციენტს ჭირდება მედიკამენტი, დროზე გადაამისამართოს სპეციალისტთან, რადგან არ მოხდეს რაღაც დროის დაკარგვა და პრობლემის გაღრმავება, მიმართოს კონსულტაციისთვის სუპერვიზორს, ან საჭიროების შემთხვევაში გაიაროს თერაპია, თუ კი აღმოაჩინა, რომ მას გარკვეული გადატანა, კონტრგადატანა აქვს, რომელსაც ვერ უმკლავდება. გამოიყენოს ის ინსტრუმენტები და ტექნიკები, რომელიც არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული და კვლევებში განხილული და გამოკვლეული. ასევე გაითვალისწინოს მულტიკულტურალური და კონტექსტუალური ფაქტორები, ვინ მოდის ჩვენთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ძირითად პრინციპებში არის პასუხისმგებლობა და თერაპევტი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ და პროფესიის
რეპუტაციაზე, რადგან სამწუხაროდ არაეთიკური კოლეგების გამო ფსიქოთერაპია განიხილება როგორც ესეთი ლაი-ლაი თერაპია, ლაპარაკით თერაპია, ანუ უბრალოდ უნდა გესაუბრო, რჩევები უნდა მომცე და ასე შემდეგ. და შესაბამისად ამ პასუხისმგებლობაშიც შედის ის, რომ სპეციალისტმა ფსიქოგანათლება უზრუნველყოს და დაეხმაროს ადამიანებს იმაში, რომ სწორად გაიგონ ფსიქოთერაპიის არსი, მიიტანოს სწორად ინფორმაცია, რა არის ფსიქოთერაპია. პროფესიული კეთილსინდისიერება, ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი კვალიფიკაციის შესახებ ისაუბროს სწორად, არ გააჟღეროს ცრუ ინფორმაცია, არ დაამახინჯოს ინფორმაცია, არ შევიდეს გარკვეულ ესეთ ორმაგ და სამმაგ კომუნიკაციებში, ეს ყველაფერი მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს და არ გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა ან ურთიერთობები გარკვეული მიზნებისთვის. ეს შეიძლება იყოს პირადი მიზნები და ან პოლიტიკური, ან რელიგიური და ასე შემდეგ. ფსიქოთერაპევტის ერთადერთი მიზანი, სადაც იყენებს საკუთარ პროფესიულ ურთიერთობებს, არის იმ კონკრეტული ერთი კლიენტის კეთილდღეობა, რომელთანაც მუშაობს ამ მომენტში, აქ და ამჟამად. ყველაფერი დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი და უკვე ცდება პროფესიულ ურთიერთობას. მაგალითად, თუ თერაპევტთან მოდის გარკვეული ტიპის სპეციალისტი, მას არ შეუძლია, რომ უთხრას, უიცი რა, შენ სტომატოლოგი ხარ და ჩემს კბილები მინდა, რომ ჩაუსვა და შენთან მოვიყვან, ხო? იმიტომ რომ აქ უკვე იყენებს საკუთარ ურთიერთობებს არაეთიკურად, არასწორად და საკუთარ გავლენას ფაქტობრივად ახდენს იმ ადამიანზე, რომელიც მოვიდა მასთან დახმარებისთვის. ამას არ ვაკეთებთ. ოკეი, კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული და სამწუხაროდ მე ჩემი პაციენტებისგანაც და ჩემი სტუდენტებისგანაც გამიგია ძალიან ბევრი ისტორია, სადაც კონფიდენციალობა ირღვევა, ეს არის დაუშვებელი ფაქტი, მაშინაც კი, როდესაც ამ ინფორმაციას ვიყენებთ სუპერვიზიისთვის, ვიყენებთ სამეცნიერო ნაშრომებისთვის, უნდა იყოს სრულად დაცული კონფიდენციალობა, აბსოლუტურად არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება, ვინ, რა პროფესიის, თუ კი ეს არ არის მნიშვნელოვანი თვითონ кейსისთვის, საერთოდ არაფერი რითიც შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული ადამიანი, ამასთან ერთად კლიენტს უნდა ქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ხდება ჩანაწერები, ეს შეიძლება იყოს ვიდეო ან ფურცელზე ჩანაწერი, როგორ ინახება ჩანაწერები და სად შეიძლება რომ იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, კლიენტის თანხმობის შემთხვევაში და არა მე გადავწყვიტე და ამიტომ ეხლა უცებ აქ გამოვიტანე რაღაც кейსი, სადაც არც კი გავაფრთხილე ადამიანი. მე პირადად მქონდა ესეთი გამოცდილება, როდესაც ჩემი кейსი იყო განხილული საჯარო შეხვედრაზე და მე არ ვიყავი გაფრთხილებული და სხვათა შორის ძალიან უსიამოვნო განცდა აქედან გამომდინარე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ინფორმირებული თანხმობა. კლიენტს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სრულად იმის შესახებ, თუ რა არის ჩვენი შეხვედრების მიზანი და შინაარსი. არ უნდა ეგონოს, რომ რაღაცა ჯადოსნური გზით თერაპევტი მოაგვარებს მის პრობლემებს, ან შეიძლება რაღაცა უმტკივნეულოდ ჩაივლის აუცილებლად, შეიძლება ძალიან ბევრი მტკივნეული ეპიზოდი ქონდეს თერაპიის პროცესში, ზუსტად იმიტომ, რომ ვეხებით იმ ტრაუმულ შინაარსებს, რომელიც დღემდე ცხოვრობენ ადამიანის ქვეცნობიერში და შეიძლება ამ შინაარსებმა გამოიწვიონ საკმაოდ ისეთი ხანგრძლივი ემოციური პრობლემები კლიენტში და მან უნდა იცოდეს ამის შესახებ.
იმის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული თუ რა მეთოდს იყენებთ და ასე შემდეგ. ასევე აუცილებელია, რომ კლიენტმა იცოდეს, რომ მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს თერაპია და ის არ არის ვალდებული ბოლომდე მიყვეს ისე, როგორც თერაპევტს უნდა, სულ რომ მისთვის სასიკეთო თუნდოდეს და ასევე დაუშვებელია კლიენტის იძულება იმის რომ გააგრძელოს თერაპია, იაროს თერაპიაზე, არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში კლიენტის სექსუალური ან სხვა სახის შევიწროვება, დისკრიმინაცია და ბოროტად გამოყენება პროფესიული ცოდნის. ამ შემთხვევაში манипуляция იგულისხმება და ბევრი სხვა რამ. სექსუალურ ან სხვა ტიპის შევიწროვებაზე მინდა კიდევ ვისაუბრო, იმიტომ რომ მსმენია არაერთი მსგავსი ფაქტის შესახებ არის იმის რისკი, რომ კლიენტს გაუჩნდეს რომანტიული გადატანა თერაპევტის მიმართ და ამის შესახებ თუ კი საჟღერებს თერაპევტი უნდა იყოს მზად, რომ ან ჯანსაღად შეხვდეს ამ ინფორმაციას, ან გადაამისამართოს სხვა თერაპევტთან, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ინტიმური ურთიერთობები ებმევა თერაპევტს და კლიენტს შორის და აქ ძალიან სავალალო არის თვითონ ეთიკის მხრიდან, პროფესიის მხრივაც ძალიან ნეგატიურად აისახება ეს ყველაფერი, როდესაც ხდება მსგავსი ფაქტები. ტექნოლოგიები და ციფრული პრაქტიკები აქ რა თქმა უნდა თუ კი თერაპევტი იყენებს გარკვეულ ტექნოლოგიებს, მან არსებობს რისკი, რომ შეიძლება გაუტეხონ კომპიუტერი, სერვერი და იქიდან წამოიღონ ინფორმაცია, ამიტომ ინფორმაცია უნდა იყოს კარგად შენახული და არ უნდა ქონდეს ყველას წვდომა ამ ინფორმაციასთან და სხვათა შორის ახალ კოდექსში დამატებულია უკვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, თუ კი იყენებ ხელოვნურ ინტელექტს, უნდა აცნობიერებდე, რომ პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შედის ხელოვნურ ინტელექტში, იქ ინახება და აქედან გამომდინარე შეიძლება შემდგომ არა სწორად იყოს გამოყენებული, აქედან გამომდინარე ამასაც ძალიან მკაცრად მოითხოვენ, რომ არ იყოს ეს ინფორმაცია შეტანილი, კონფიდენციალობის დარღვევა არ მოხდეს. საჯარო კომუნიკაცია, რეკლამა და მედია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, იმიტომ რომ ფსიქოთერაპევტები ძალიან ხშირად, ახლა TikTok-ის, YouTube-ის მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას საკუთარი თავის, საკუთარი პროფესიის შესახებ და ეთიკის ნორმები რომ არ იყოს დარღვეული, რა უნდა იყოს, უნდა არსებობდეს გარკვეული საზღვრები, თერაპევტი უნდა საუბრობდეს მხოლოდ სიმართლეს საკუთარი პროფესიის სტატუსის შესახებ და ამასთან ერთად არ უნდა აძლევდეს გარკვეულ ცრუ ინფორმაციას, რომ აი ყველას განვყურნავ 100%-იანი შედეგებით 2 სესიაში, 1 სესიაში, ნახევარ საათში და ასე შემდეგ. ყველაფერი არის ინდივიდუალური და არავითარი ესეთი ცრუ დაპირებები რეკლამაში არ არის ეთიკური, მიუღებელია თუ კი თერაპევტი გარკვეულ ეთიკის კოდექსს იცავს, ყველა ეთიკის კოდექსში ეს პუნქტი შეტანილია. და ფინანსური ურთიერთობები და ჰონორარები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თერაპევტს და კლიენტს შორის იყოს გამჭვირვალე ფინანსური ურთიერთობა. არ უნდა არსებობდეს ზეწოლა ფინანსური, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც მაგალითად ჩართულია თერაპიაში, მოზარდის მშობელი, ხშირად манипуლირებს, რომ აი მე გიხდი ფულს და შენ მე უნდა მითხრა ან რაღაცა, ვთქვათ, ქმარი აფინანსებს ცოლის თერაპიას და მითხარი რას გეუბნება, ეს უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, რომ თერაპევტი მუშაობს კლიენტთან და მისი ინფორმაცია არ იქნება გაცემული და არ გაიცემა იმ თანხის სანაცვლოდ, რომელსაც იხდის ოჯახის წევრი. არ უნდა არსებობდეს ფინანსური ინტერესთა კონფლიქტი, ეს ამ პუნქტშიც შეგვიძლია შევიტანოთ
და ფინანსები უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული, არ უნდა იყოს ცვალებადი, არ უნდა იყოს დამოკიდებული გარკვეულ გარემოებებზე და იმ შემთხვევაში თუ კლიენტი იღებს გარკვეულ ფასდაკლებას, მაგალითად ბიოსინთეზის ინსტიტუტის სტუდენტები იღებენ ფასდაკლებას, აქვთ ფასდაკლება სწავლის პროცესში იმისთვის, რომ დააგროვონ თერაპიის საათები, ეს პირობა უნდა არსებობდეს ყველა სტუდენტისთვის და არ უნდა იყოს გამორჩეული, ხო? თერაპევტი არის თანაბარი ყველასთან და ფინანსურ პოლიტიკასაც ეხება ეგ ამბავი. ახლა მოვედით იმ კითხვასთან, რამდენი მიმართულება არსებობს და როგორ ავირჩიო ჩემი მიმართულება. უამრავია, აქ ჩამოთვლილი მაქვს ის, რომელიც უკვე სრულია ესეთი ევროპული პროგრამის სახით წარმოდგენილია საქართველოში. არის ფსიქოანალიზის კურსი, არის კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, არის გეშტალტ თერაპია, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია და ფსიქოსინთეზი. როგორ ავირჩიოთ, როგორ უნდა ავირჩიო პროგრამა, როდესაც ეს პროგრამა საკმაოდ ხანგრძლივია და დავიწყო მერე სადღაც მეორე წლის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ სრულიად სხვა მოლოდინები მქონდა და სხვა რეალობა დამხვდა, აი სად წავიდე მერე, როგორ გადავიტანო საბუთები, შემიძლია თუ არ შემიძლია საბუთების გადატანა, არ შეგიძლიათ, ამიტომ როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას აი ხანგრძლივი პროგრამის გავლის, თქვენ უკვე უნდა გქონდეთ, სასურველია რომ გქონდეთ გარკვეული ინფორმაცია მეთოდის შესახებ. ახლა როგორ შეიძლება რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია? პირადი გამოცდილება, ეს შეიძლება იყოს თერაპია ამ კონკრეტული მიმდინარეობის თერაპევტთან, ეს შეიძლება იყოს ლიტერატურა ამ კონკრეტული მიმართულების, ეს შეიძლება იყოს ხანმოკლე სასწავლო პროგრამები, სადაც მონაწილე ეცნობა ძირითად პრინციპებს ამ სკოლის, ამ მეთოდის, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის 4-წლიანი კვალიფიკაციის პროგრამა. მეორე პრინციპი, რომლითაც ჩვენ ვირჩევთ, ეს არის რეკომენდაცია ჩვენი გამოცდილი შედარებით კოლეგების და მეგობრების და მესამე ეს არის გააზრებული არჩევანი, როდესაც მე ვიაზრებ რეალობას, ვიაზრებ რეკომენდაციებს, ვიაზრებ პირად გამოცდილებას, ვაცნობიერებ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც მე ვაპირებ მოღვაწეობას და ამის შემდეგ ვირჩევ მიმდინარეობას, რომელშიც მინდა გავაგრძელო შემდგომ მუშაობა. და როგორც უკვე გითხარით, ფსიქოთერაპია არის მუდმივად განვითარებადი და შეიძლება 5, 6, 7 წლის შემდეგ, როდესაც დაამთავრებთ და იმოღვაწეებთ ამ სფეროში, გაგიჩნდეთ სურვილი სხვა მიმდინარეობის დამატების. ესეც ნორმალურია და საერთოდ ითვლება, რომ კარგი ფსიქოთერაპევტი ფლობს რამდენიმე სკოლას, შეუძლია იმუშაოს ერთი სკოლის ფარგლებში, თუმცა ასევე კარგად შეუძლია ამ სკოლებში არსებული ტექნიკების და მიდგომების შერევა, გამიქსვა იმისთვის, რომ კლიენტისთვის უფრო კომფორტული და კლიენტისთვის უფრო ეფექტური მიდგომა შეიქმნას. შესაბამისად, შეიძლება დაიწყოთ ერთი მიმდინარეობით და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე დაამატოთ სხვა. ესეთი კითხვა, რატომ არის სწავლა ასეთი ძვირადღირებული და როგორ დავიწყოთ თუ არ ვიცი რას მივიღებ. სწავლა ძვირადღირებულია ასეთ პროგრამებში და იცით რომ მერყეობს რაღაც წელიწადში 3-4 ფარგლებში. თუმცა სწავლის საფასური არ არის ციდან მოწყვეტილი და როგორც ერთ-ერთი ამ მსგავსი პროგრამის ორგანიზატორი გეტყვით, რომ ფასი დამოკიდებულია იმ ქვეყნის პოლიტიკაზე, იმ ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკაზე, საიდანაც ჩამოდის ტრენერი, ბიოსინთეზის ტრენერები ჩამოდიან
სხვადასხვა ქვეყნიდან და ჩვენ ვერ შევთავაზებთ ქართულ რეალობაზე მორგებულ ანაზღაურებას, მათ თავისი ანაზღაურება აქვთ და აქედან გამომდინარე თვითონ საფასური საკმაოდ მაღალია. ამასთან ერთად, როგორც უკვე გითხარით, ეთიკური დამოკიდებულება ფინანსებთან გულისხმობს იმას, რომ თუ კი მე ვსწავლობ გეშტალტს, ყველა ქვეყანაში, სადაც არ უნდა მივიდე, გეშტალტი უნდა ღირდეს დაახლოებით იდენტური თანხა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბიოსინთეზი, ჩვენ გქონდა ესეთი შეღავათიანი საფასური და გაგვიწიეს ესეთი შეღავათი და მომიჯნავე ესეთი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ აქ იმისთვის, რომ აქ უფრო დაბალ ფასად ესწავლათ ბიოსინთეზი და ეს იწვევდა სერიოზულ კონფლიქტს, ინტერესთა კონფლიქტს, მაგრამ ჩვენ მოვაგვარეთ ეგ ამბავი და დღეს მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ვართ წარმოდგენილები. აქ რამდენიმე სკოლა არის, რომელიც შეიძლება რომ გადახედოთ, ნახეთ, CBT მაგალითად ფოკუსირდება აზროვნებაზე და თვლის, რომ გარკვეული აზრები იწვევენ ემოციებს, ემოციები კი ქცევას და CBT გვთავაზობს ქცევის შეცვლას აზრების შეცვლით. ფსიქოდინამიკური თერაპია ფოკუსი არის არაცნობიერი პროცესები, წარსული გამოცდილება, ბავშვობა და აქედან გამომდინარე ჩვენ მთავარ მიზანს ამ შემთხვევაში წარმოადგენს გაანალიზება და გაცნობიერება იმ ბავშვობის ტრავმების, რომლებმაც დღევანდელი ქცევა გამოიწვია. გეშტალტ თერაპიის ფოკუსი არის აწმყოზე, აქ და ამჟამად და ემოციების გაცნობიერება ხდება მხოლოდ აწმყო დროში. იდეა რა არის? მნიშვნელოვანი არის მხოლოდ ის, თუ რას გრძნობ აქ და ამჟამად და ამ შემთხვევაში ჩვენ ის ტრავმებიც კი, რომელიც წარსულში მივიღეთ, განვიხილავთ ამ ტრავმებს, როგორც აქ და ამჟამად მიმდინარე ტრავმებს. სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ფოკუსი არის სხეული, რომელიც იმახსოვრებს ემოციებს და მთავარი ყურადღების ფოკუსი არის სხეულის გამოვლინებები სხვადასხვა სიტუაციის დროს, როგორ ვრიაგირებთ ამაზე და შემდეგ როგორ შეგვიძლია რომ შევცვალოთ ეს ჩვენი რეაქცია სხეულიდან გამომდინარე. ეს არის რაც მინდოდა მე თქვა. მე ამასობაში შევცოტავდით, როგორც ხედავ, თუმცა არაუშავს. ეხლა მე ჩავრთავ თქვენს მიკროფონებს და გაქვთ საშუალება რომ დასვათ კითხვები, ვიმსჯელოთ ერთად, თავარია ვიპოვო. როგორ განვიმიუთო. მოდით, ეხლა უკვე შეგიძლიათ ხელისაწევით დასვათ კითხვები, უბრალოდ შევთანხმდეთ, რომ არ მოხდეს ესეთი ქაოსი, ხელი ავწიოთ და მე ვხედავ რიგითობას, ვინ როდის აწია ხელი, დავასახელებ, დასვავთ კითხვას და შემდეგ უკვე შემდეგს დავასახელებ და ასეთ და მივყვეთ. მარიამ სანიკიძე არის პირველი. მარიამ, თქვენი კითხვა. დიახ. მე მაინტერესებს როგორც ფსიქოლოგიის სტუდენტს, ანუ ეს პროცესი ტექნიკურად ფსიქოლოგობიდან ფსიქოთერაპევტამდე როგორ გამოიყურება და რას გულისხმობ? აი მაგალითად ბაკალავრის დიპლომის შემდეგ ზოგადად საერთაშორისო მასშტაბით ესე არის ხო, რომ აუცილებელია მაგისტრის დიპლომი და შემდეგ უკვე სუპერვაიზორის აყვანა. თუ გვინდა რომ ფსიქოთერაპევტები გავხდეთ, თუ შესაძლებელია რომ ბაკალავრის დიპლომის შემდეგ დავიწყო ფსიქოთერაპიული საათების დაგროვებაც. მადლობა. ნახეთ როგორ არის. როდესაც ბაკალავრს ვამთავრებ, მე მაქვს დიპლომი, სადაც წერია რომ ვარ ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი არის მეცნიერი, რომელიც იკვლევს ფუნქციებს, რომელიც დაკავშირებულია
ადამიანის ფსიქიკასთან შეიძლება იყოს აზროვნება, შეიძლება იყოს მეხსიერება, შეიძლება იყოს გარკვეული ემოციური მდგომარეობა, თუმცა მხოლოდ იკვლევს. იმისთვის, რომ კვლევასთან ერთად გარკვეული ტიპის კონსულტირებაც მოხდეს, ანუ დახმარების გაწევა, ვთქვათ, გამოვიკვლიე, აღმოვაჩინე პრობლემა და აი ამ პრობლემის მოგვარებაზე გადავიდე, მე უნდა მქონდეს დამატებითი კვალიფიკაცია. მაგისტრი არ აძლევს ამ კვალიფიკაციას, მხოლოდ მაგისტრი არ არის საკმარისი. მსოფლიო პრაქტიკაში, როგორც კანონში წერია, ისე არის ხოლმე და როგორც წესი, ეს უნდა იყოს დამატებითი კვალიფიკაცია ან ფსიქოკონსულტირებაში, რომელიც შედარებით ხანმოკლეა, ან ფსიქოთერაპიაში, რომელიც როგორც აღნიშნე, არის 5-6 წლიანი, სხვადასხვა სკოლას, სხვადასხვა რაოდენობა აქვს ამ წლების, თუმცა მესამე წლიდან უკვე იწყებენ პრაქტიკას სუპერვიზიით. საქართველოს რეალობაში კონსულტირებისთვის საკმარისია კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ამ ეტაპზე და დიპლომი, თუმცა სასურველია, რომ ამ ეთიკის კოდექსის და მოთხოვნით თერაპევტმა, კონსულტანტმა გააგრძელოს განვითარება და ასევე მიმართოს პერიოდულად სუპერვიზორს, რომელიც დაეხმარება რთული кейსების, ან გაუგებარი кейსების, ან გაურკვეველი кейსების მართვაში და საკუთარი პროცესების მართვაში. რატომ? იმიტომ რომ თერაპევტი არის რისკ ჯგუფში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ დღის განმავლობაში ძალიან დიდ ტკივილს და ძალიან დიდ ემოციურ პროცესებს ეხება კლიენტთან მუშაობის დროს და მეორე იმიტომ, რომ მასაც აქვს თავისი ტრავმული გამოცდილებები, რომლებიც აი ამ თერაპიულ პროცესში რეზონანსში მოდიან. რეზონანსი რა არის? იმ ადამიანის ტკივილი, რომელთანაც მე ვმუშაობ, ჩემს ტრავმას ეხება და ჩემში იწვევს გარკვეულ რეზონანსს, გარკვეულ ტკივილს და ეს ტკივილი შესაბამისად მე უნდა სადღაც წავიღო როგორც თერაპევტმა, ზუსტად ამიტომ არის სავალდებულო სასწავლო პროცესის დროს ფსიქოთერაპია და დღესაც კარგი ფსიქოთერაპევტის ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ მას ყავს თავისი ფსიქოთერაპევტი. აი ხომ არის ესეთი ანეკდოტი ჩემი სესიის მერე ჩემი თერაპევტი თავის თერაპევტთან იწერება, მაგრამ ეს ანეკდოტი არ არის, ეს არის რეალობა და ეს არის ჯანსაღი მიდგომა და ჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი პროფესიის მიმართ. მე ესეთ ანალოგიას ვიყენებ, ექიმი, ინფექციონისტი არის ძალიან დიდ რისკში პაციენტებთან ურთიერთობის დროს რაღაცა ინფექციის გადადების და ინფექციის დასნებოვნების. ამიტომ ექიმი, ინფექციონისტი უფრო ხშირად უნდა გადიოდეს დიაგნოსტიკას და საჭიროების შემთხვევაში თერაპიას, ვიდრე არა ინფექციონისტი ექიმი. შესაბამისად, ფსიქოთერაპევტი და ფსიქოკონსულტანტი ეს არის ადამიანი, რომელიც არის რისკ ჯგუფში და ამიტომ მუდმივად საჭიროების შემთხვევაში სუპერვიზიას და ასევე ფსიქოთერაპიას და სუპერვიზიას მიმართოს დროულად. ხო, აი კითხვა არის სალომესი აქ ჩატში თან ჩატიდან წავიკითხავ. ფინანსური კუთხით საქართველოში ჯობია ფსიქოთერაპევტების 5 წლიანი პროგრამის გავლა თუ საზღვარგარეთ. როგორც წესი, თუ ეს არის ერთი და იგივე მიმდინარეობა, მოთხოვნა არის, რომ ფასი იყოს დაახლოებით ერთნაირი. ამიტომ აქედან სადღაც წასვლა, ბილეთი, საცხოვრებელი აუცილებლად ზრდის თანხას და თუ კი სკოლა რეგულირდება და ფინანსები რეგულირდება ცენტრისგან, როგორც ჩვენი ინსტიტუტი რეგულირდება, ამ შემთხვევაში პრაქტიკულად განსხვავება არ არის, ან საქართველოში უფრო იაფია. ონლაინ სწავლაც არსებობს, საზღვარგარეთ წერს თამარი, გააჩნია სკოლას ონლაინ სწავლა
შემდეგ ამ ონლაინ სწავლის სერტიფიკატის აღიარებაც უნდა მოხდეს ქვეყნის დონეზე და ესეც გასარკვევია, შეიძლება თქვენ გაიაროთ ონლაინ, მაგრამ შემდგომ აი ამ სერტიფიკატის ან დიპლომის აღიარება ვერ მოხერხდეს და ამიტომ ყურადღებით გაიარეთ ხოლმე ეს საკითხები უშუალოდ იმ სკოლასთან და ჩვენ სამინისტროსთან, რომ მერე ბოლოს არ აღმოაჩინოთ რომ რაღაცა პრობლემა გაქვთ. ჩვენ ინსტიტუტს თუ აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია. ჩვენი ბიოსინთეზის ინსტიტუტი, საქართველოს ბიოსინთეზის ინსტიტუტი არის International Institute of Biosynthesis შვილობილი და მას აქვს აკრედიტაცია EABC-ის მიერ. ერთი კარგი ჩატს ცოტა ხანი შევეშვათ მარიამ ბერიშვილის კითხვა. დიახ, გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს? ამჟამად ვსწავლობ მაგისტრატურაზე კლინიკურ ფსიქოლოგიაზე სტუდენტი ვარ და რატომაც ვიფიქრე, რომ აი როცა დავასრულებდი, ეგრევე გავაგრძელებდი კონკრეტულ განხრაში, ჩავაბარებდი რომელიმეში კონკრეტულად მინდა და კოგნიტურ ბიჰევიორალურ თერაპიაზე, მაგრამ როდესაც შევამოწმე, გამოცდილებას მოითხოვენ, რაც რა თქმა უნდა ლოგიკურია, მაგრამ იცით რა მაინტერესებს, ანუ თუ აი სერტიფიცირებას არ გაივლი, როგორ დავიწყო ჩემ სფეროში მუშაობა და თუ დავიწყე ეს არაეთიკური გამოვა, მაგრამ თან აი ძალიან მაბნევს ეს საკითხი. და როგორ დავიგროვო გამოცდილება? მარიამ, ძალიან ტკივნეული საკითხია, გეთანხმებით. აი, ჩვენს ცენტრში არის ესეთი კურსი, რომელსაც ქვია სტაჟირების პროგრამა, ეს არის 12-თვიანი კურსი, სადაც ჩვენ ჰუმანისტურ მიმდინარეობებს ვასწავლით, აი, შესავალი გვაქვს ფაქტობრივად, მთლად შესავალი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობას ვასწავლით და ეს არის ძირითადი ჰუმანისტური სკოლები და მიზანი ამ სტაჟირების რა არის? პირველი, მეთვალყურეობის ქვეშ მონაწილეები იღებენ გამოცდილებას და პრაქტიკას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ აი ეს ერთწლიანი გამოცდილება უკვე აქვთ. შემდგომ ისინი ეცნობიან ყველა იმ სკოლას, რომელიც შეიძლება შემდეგ შეისწავლონ საფუძვლიანად. უბრალოდ CBT არ არის ჰუმანისტური და ჩვენ არ ვასწავლით CBT-ს ჩვენ პროგრამაში. ასევე მათ აქვთ უკვე სუპერვიზიის გამოცდილებაც და შემდგომ, როდესაც მიდიან ფსიქოკონსულტანტებად შეუძლიათ მუშაობა, მაგრამ პარალელურად უკვე აქვთ ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ხედვა იმის თუ აი რომელი მიმართულებაა უფრო ჩემი და სად მინდა გავაგრძელო, ხო? ასე რომ მესმის თქვენი კითხვა ძალიან ისეთია. ჩვენ ხუმრობთ ხოლმე ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლოგები, რომ აი ჩვენს პროფესიაში ითხოვენ 30 წლის სპეციალისტს 50 წლიანი გამოცდილებით. ნამდვილად ესეა, ძალიან რთულია. მადლობა. არაფრის. მარი ნანეიშვილი. გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში. ეხლა ვაპირებ რომ ჩავაბარო ფსიქოლოგიის მაგისტრატურაზე, თუმცა ბაკალავრი მაქვს ფილოლოგიაში აღებული და აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიის მაგისტრი კი ჩაიწერება, მაგრამ ეს სოციალური ფსიქოლოგია უფრო იქნება, სადაც შევძლებ ჩაბარებას. თუმცა ჩემი ფონი ესეთია, რომ აქვს 2-წლიანი პროგრამა გავლილი ასტროფსიქოლოგიაში და მოგეხსენებათ, ეს უბრალოდ დიაგნოსტიკური მეთოდია და მე მკურნალობას აღარ აგრძელებ ამ ადამიანების და მე მაქვს მოთხოვნილება, რომ გავაგრძელო მკურნალობა. თუმცა არ მყოფნის მეთოდი, აი ესეთი, აი რასაც ქვია და ვერ გადავწყვიტე ტრანსპერსონალური ავიღო, ინტეგრალური თუ ანალიტიკური, იმიტომ რომ ანალიტიკური ჩემსთან ძალიან ახლოსაა, რადგან ჩვენ ამ ასტროფსიქოლოგიის მიმართულებაში იუნგის ფსიქოტიპებს და არქეტიპებს ვიყენებთ. მაგრამ საქართველოში ეს არ ისწავლება, ამიტომ დაბნეული ვარ. კი. მარი, აი ეს მომიჯნავე რომ ვახსენე, ზუსტად ეგ ვახსენე, რომ შესაძლებელია ცოტა ირიბი გზით მაგისტრატურა, შემდეგ უკვე ამ მაგისტრატურის შემდეგ კიდევ დამატებით კურსებით გაიაროთ, თუმცა
ჩვენ არ ვიცით ზეგ რა ჩაიწერება კანონში. თუ კანონში ჩაიწერება, რომ ბაკალავრიც აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგია, აი მან შეიძლება იყოს რაღაც პრობლემები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ რაღაცა ამდაგვარი მოხდება, კანონში იქნება გაწერილი, როგორ შეიძლება, რომ თქვათ, თქვენი შემთხვევის მქონე, ხო, აი თქვენნაირი кейსის მქონე ადამიანებმა გაიარონ კვალიფიკაცია ან შეცვალონ რაღაცები, რომ უკვე შეძლონ საკუთარ პროფესიაში მოღვაწეობა, თუმცა ჯერჯერობით მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს არის კანონის თემა. რაც შეეხება იუნგიანულ ანალიზს, ნამდვილად არ გამიგია, რომ არის საქართველოში, თუმცა შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე ფსიქოდინამიკური მიმართულება, თუნდაც ფსიქოსინთეზი, რომელიც უკვე არის საქართველოში და მანდაც გაიაროთ, რა თქმა უნდა, კონსულტაცია თვითონ ხელმძღვანელთან და შემდეგ უკვე ნახოთ, მაგრამ კანონი რომ დაიწერება, ჩვენ არ ვიცით რა შეიძლება რომ იყოს. მადლობა. როდისთვის ველოდებით კანონს? არავინ არ ვიცით. მე რაც დავამთავრე, მას შემდეგ ლაპარაკობენ კანონზე. პერიოდულად მწვავდება საუბრები, მე რაღაცნაირად გადადის, არავინ არ იცის. მინდა გითხრათ, რომ საბერძნეთი, ხო, ბევრად უფრო ევროპული ქვეყანაა, ვიდრე საქართველო და 2 წლის წინ მიიღეს საბერძნეთში კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ და საკმაოდ მკაცრი კანონი მიიღეს, ძალიან გამიკვირდა, რომ მან პატიმრობაც კი არის, ანუ თუ არაკეთილ სინდისიერად და არაეთიკურად უდგება ადამიანი და არ ღვევს კანონით გაწერილ ნორმებს, 1 წლიან პატიმრობამდე ჯარიმა ან 1 წლიანი პატიმრობა. წარმოიდგინეთ, ესეთი მკაცრი სასჯელია დარღვევაზე. არ ვიცი, არანაირი ვადები არ არის. თიკოს კითხვა არის სტაჟირებაზე, ეს ბაკალავრის თუ მაგისტრის. ჩვენთან ნახეთ როგორ არის ან ბაკალავრის მესამე კურსი, ან უკვე დამთავრებული, ან მაგისტრი. უბრალოდ რატომ არის ბაკალავრის მესამე კურსი? იმიტომ რომ როდესაც ამთავრებენ ბაკალავრს, დააბარებენ მაგისტრატურაზე განიხილება, სტაჟირება, აი მსგავსი ტიპის გამოცდილება, როგორც დამატებითი ქულები. და ჩვენ ვაძლევთ სერტიფიკატთან ერთად ცნობას, რომ ადამიანი 1 წლის განმავლობაში გადიოდა ჩვენთან სტაჟირებას და ეს საათები ეთვლებათ ხოლმე გამოცდილებაში, აქედან გამომდინარე მესამე კურსიდან უკვე შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ და ამ პროგრამაში ბაკალავრის სტუდენტებისთვის ფასდაკლებაც გვაქვს გათვალისწინებული, ასე რომ ღირს სანამ სტუდენტი ხარ. საკუთარ სახლში მიიღოს კერძო პაციენტები, ან თვითონ მივიდეს პაციენტის სახლში, თუ კი დაამთავრა ქცევით თერაპიის კურსი. იცით როგორ არის თეონას კითხვა, ანუ თუ ადამიანი არის ფსიქოლოგი ბაკალავრის ხარისხით. აქ აი ეთიკის საკითხი, ნახეთ, კანონი რადგანაც არ არსებობს, აქ ეთიკის ნორმები, ანუ მე როგორც სპეციალისტი რამდენად ვიზიარებ. თუ კი მე ჩემი განათლების შესახებ ვაძლევ სწორ ინფორმაციას და არ ვამბობ, რომ მე ვარ რაღაცა არ ვიცი, საერთაშორისო სერტიფიკატების და ლიცენზიების მქონე სპეციალისტი, არამედ ვარ ბაკალავრის კურსდამთავრებული და მაქვს კვალიფიკაცია აი ამ სფეროში და ადამიანი თანხმდება, რომ ამ კვალიფიკაციის მქონე ადამიანი აიყვანოს, კერძოდ შეგიძლიათ რომ იმუშაოთ. თუ კი კანონი არ არეგულირებს. კანონი რომ დაიწყებს რეგულირებას, მანდ უკვე ზუსტად გვეცოდინება რა შეგვიძლია და რა არა. მაგალითად კითხვები არის ხოლმე ასევე აი ჩვენი სტაჟიორებისგან, რომლებიც ჯერ სტაჟირებას გადიან და არ არიან სპეციალისტები, შეუძლიათ თუ არა იმუშაონ, ვინმესთან. თუ კი იმ ვიღაცამ იცის, რომ შენ ხარ სტაჟიორი, სწავლობ და სწავლისთვის ან განვითარებისთვის გჭირდება საათების დაგროვება და თანახმა, რომ ეს საათები, ასე რომ ვთქვათ, დაგაგროვებინოს და შენთან გაიაროს, ვთქვათ, რაღაც თერაპიული სავარჯიშოები ან ინტერვენცია, ამ შემთხვევაში კი, ამ შემთხვევაში ჩვენს ვაძლევთ ამის უფლებას და შემდეგ ვაძლევთ გარკვეულ სუპერვიზიას მუშაობის პროცესში. კარგი, ნიას კითხვა.
გამარჯობა. მაინტერესებს ინსტიტუტებს, რომელსაც აქვს ევროპული აკრედიტაცია, გაძლევენ მერე საშუალებას, რომ ევროპაშიც გააგრძელო მუშაობა, თუ არა? კი. აძლევენ. ანუ ჩვენი დიპლომი, ბიოსინთეზის დიპლომი არის ვალიდური ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბიოსინთეზი არის ვალიდური და ეს არის, ევროპის ყველა ქვეყანა, ისრაელი, ლათინური ამერიკა. ეხა არ მინდა რამე გამომრჩეს, მაგრამ პრინციპში კი. შვეიცარია, რომელიც ევროკავშირში არ შედის, მაგრამ ასევე სამშობლოა ფაქტობრივად ბიოსინთეზის. თუმცა, მხოლოდ ეს დიპლომი არ არის საკმარისი. იმ ქვეყნის კანონმდებლობით გაწერილი ყველა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს ადამიანმა. შეიძლება კონდეს დიპლომი, მაგრამ და კონდეს ბაკალავრი მაგალითად ფსიქოლოგიის, ოღონდ იმ ქვეყანაში მაგისტრს ითხოვენ. მაშინ მაგისტრი უნდა გქონდეთ ასევე. ან შეიძლება კონდეს დიპლომი, მაგისტრი, მაგრამ არ იყოს რომელიმე ასოციაციის წევრი. მაშინ ამ ასოციაციის წევრობა უნდა დაიწყოს. და ასე შემდეგ. ანუ შემდგომში უკვე, როდესაც სხვა ქვეყანაში მივდივართ ამ დიპლომით, ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გაწერილი მოთხოვნები. და კიდე ერთს ვიკითხავ ამასთან დაკავშირებით. აუცილებელი არის მაგისტრატ, ანუ როგორც ვიცი, ბევრი ითხოვს მაგისტრატურას კლინიკურში. ისათვის რომ ეს postgraduate მაში სწავლა ინსტიტუტში გააგრძელო. ეგრე არის თუ შეიძლება რომ მაგისტრატურა მაგალითად სხვა რამეში გავაკეთო? უკეთესია, იმიტომ რომ უდაოდ ყველგან კლინიკური მიიღება. დანარჩენი შეგიძლიათ იმ ქვეყანას, რომელსაც თქვენ განიხილავთ, იმ ქვეყნის კანონი მოიძიოთ ინტერნეტში და უშუალოდ იმ ქვეყანაში რა მოთხოვნები არის, იმას გაეცნოთ, რომ თქვათ მერე უშუალოდ საქმეზე რომ იდგება, რაღაც არ აღმოჩნდეთ გაურკვევლობაში. გასაგებია, მადლობა. თამარ ჯანელიძე. გამარჯობათ. მე არ მაქვს ბაკალავრი და არც მაგისტრი ფსიქოლოგიაში, მაგრამ მინდა რომ გავხდე ან ფსიქოკონსულტანტი, ან თერაპევტი. ანუ ჯერ უნდა გავხდე ფსიქოკონსულტანტი, იმისათვის რომ გავხდე თერაპევტი, როგორ არის ეს გზა, როგორ უნდა გავიარო, ეს მაინტერესებს, რა განსხვავებაა მათ შორის. ასევე რამდენიმე სკოლა მაინტერესებს, აი ცნობიერი და არაცნობიერი. პირველ რიგში იუნგის, აგრეთვე გეშტალტ თამარ თქვენი ხმა გაქვს რა, სამწუხაროდ. გავიარო, არის ამის შესაძლებლობა და იცით კონკრეტულად მაინტერესებს კიდე, ანუ კვირაში რამდენი საათი არის საჭირო, რამდენი საათი უნდა დავგეგმო იმისათვის, რომ დავუშვათ ერთი სკოლა ავირჩიო. აი 5 საათი დავუშვათ 10 საათი. ეს აუცილებელია რომ ვიცოდე, ამ შემთხვევაში ჩემი დღის გეგმიდან გამომდინარე და რა თანხა ჯდება ასევე ერთი სკოლის გავლა, ერთი წელი, ეგეც მაინტერესებს თუ შეიძლება. და დიახ, ეს საკითხები. კარგი დროს აწაგართმევთ. დავიწყოთ იმით, რომ ყველა სკოლას აქვს თავისი მოთხოვნები სტუდენტის მიმართ, რომ მიიღონ სტუდენტი. არის სკოლები, სადაც მოთხოვნა არის, რომ იყოს ფსიქოლოგის ბაკალავრი, არის სკოლები, სადაც ეს მოთხოვნა არ არის. მაგალითად, ბიოსინთეზში ფსიქოლოგის ბაკალავრი ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ სოციალური მეცნიერებები უნდა კონდეს დამთავრებული ან მომიჯნავე ფსიქოლოგი. მე გერმანიაში მაქვს დამთავრებული სოციოლოგია და ზოგადი პედაგოგიკა და ვმუშაობ პედაგოგად 15 წელია, უწყვეტი სტაჟი მაქვს. ასეთ შემთხვევაში და შეგიძლიათ ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკლედ გადავწყვიტე, რომ შევიცვალო პროფესია. კი ბატონო. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ უშუალოდ სკოლას რომ დაუკავშირდებით, აი თუნდაც გეშტალტ ინსტიტუტს ან რაღაცა, რასაც ირჩევთ, ხო? ახლა CBT არ მგონია რომ განიხილოთ, არა, არ განვიხილავ, ცოტა ზედაპირული მეთოდი მგონია. თქვენ ცნობიერი რო ახსენეთ, ამიტომ ვთქვი, რომ არ მგონია განიხილოთ, იმიტომ რომ ხა CBT მუშაობს არა ქვეცნობიერზე, არამედ ცნობიერ პროცესებზე. თუმცა ეხა ამატებენ, მაგრამ
ეხლა ხდება. რაც შეეხება სხვა სკოლებს, შეგიძლიათ უშუალოდ სკოლას მიმართოთ და ხელმძღვანელთან გაიაროთ თქვენი кейსი, რაც შეეხება დროს, ყველა ესეთი ევროპული დიპლომის შემდგომი პროგრამა არის ინტენსივების ფორმით, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში 4-ჯერ 4 დღიანი ინტენსივები ტარდება, დანარჩენი დრო არის გადანაწილებული აი იმ სხვა საქმიანობაზე, რომელიც ვახსენე, როდესაც სწავლის სტრუქტურაზე ვსაუბრობდი, მცირე ჯგუფების მუშაობაზე, პროგრამის და რეკომენდირებული მასალის დამუშავებაზე და ასე შემდეგ, რომელსაც თქვენ თვითონ განსაზღვრავთ, როგორ და რა დროს დაუთმობთ დღის ან კვირის განმავლობაში. და თანხას რაც ეხება, თანხაც დამოკიდებულია ინსტიტუტზე და სკოლაზე. ბიოსინთეზი ამ ეტაპზე $450 ღირს ერთი სემინარი, წელიწადში 4 სემინარია, შესაბამისად შეგიძლიათ გადაამრავლოთ. ეს რაც ეხება უშუალოდ სწავლის საფასურს, თუმცა ამასთან ერთად სუპერვიზია და თერაპია ასევე ფასიანია და ეს თანხა ემატება და აქაც ინდივიდუალურია, დამოკიდებულია თერაპევტზე, დამოკიდებულია თქვათ რაღაც სკოლაზე. ჩვენთან ყველა სტუდენტს აქვს ფასდაკლება და ამ ფასდაკლებას ყველა ბიოსინთეზის თერაპევტი საქართველოში, ვინც კი მუშაობს, ყველა აძლევს სტუდენტს, თუ კი ის არის პროგრამის მონაწილე. აი ამ თერაპიებს, რასაც ჩვენ გავდივართ, გავივლით, ასე ვთქვათ, ესენი უფასო არ იქნება? ანუ ესეც ფასიანია? ესეც ფასიანია, კი. თერაპია ფასიანია. და ის ფასი ღირს, რასაც კლიენტი იხდის, სხვა კლიენტი თუ არის რაიმე შეღავათი? ჩვენ შემთხვევაში თუ კი ღირს თქვათ 100 ლარი, ჩვენი სტუდენტი იხდის 80 ლარს. აი დაახლოებით ესეთი ფასდაკლება გამოდის. ანუ საერთო ჯამში ფასდაკლება არის აუცილებელია, ჩვენთან აუცილებელია. სხვა ინსტიტუტებში არ ვიცით რა პოლიტიკა არის, ამიტომ ვერ გეტყვით. და ეს საჭიროებიდან გამომდინარე არის თერაპიების რაოდენობა, თუ ყველას ერთი და იგივე თერაპია, რაოდენობის თერაპია utardeba? არის საათები, ეს არის 160-180 საათი ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის. აი ესე ხდება ამის დათვლა. ჯგუფური და ინდივიდუალური. ანუ არ არის ინდივიდზე მორგებული. არ არის ინდივიდზე მორგებული. კი, იმიტომ რომ ეს არის სწავლის ნაწილი, ასე რომ ვთქვათ, სასწავლო პროცესის ნაწილია. კარგი, ნიას კითხვა. მადლობთ. მადლობა თამა. არა, ხელი დამჩააწეული. ოკეი, აღარ არის კითხვა. ოკეი. კარგი ბატონო. გადავხედოთ აბა ჩატს მაშინ. აი მე რამდენი დაიწერა. ხო, ეს ძველებია. მე იმედი მაქვს, რომ ყველას გავეცი პასუხი და იმედი მაქვს, რომ ცოტა ესეთი გარკვეულობა შევიტანე ამ სფეროში თქვენთვის. აუცილებლად გაგიზიარებთ ლინკს ეთიკის კოდექსზე და თუ გაქვთ სურვილი რაღაცა მეტი ინფორმაცია მიიღოთ ისედაც სტიმულის გვერდზე ჩვენი პროგრამების შესახებ ინფორმაცია დევს. თუმცა მეტი თუ გინდათ გაიგოთ, მოგწერეთ, ჩატში შეგიძლიათ მოგწეროთ და გაგიზიარებთ და მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ გვექნება კიდე ღია შეხვედრები სტიმულშიც, შეგიძლიათ სტიმულშიც მოხვიდეთ, შეიძლება ესეთი ონლაინ ფორმატიც გავაგრძელოთ რაღაც პერიოდულობით. ასე რომ გამოიწერეთ გვერდი, რომ არ დაგვკარგოთ. მადლობა. აბა, წარმატებები და ბედნიერად. მადლობა. დიანა, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. აღმიდგა ის რაღაცეები, რასაც ეჭვი მეპარებოდა სალიცენზიო პროგრამებსთან დაკავშირებით, ინფორმაციის ნაკლებობა რომ მქონდა და ახლა ყველაფერი დავაგდა. ძალიან დიდი მადლობა.